თიმთიმა, ცივი და თიმთიმა, გემრიელი. აი, ეს არის ატმის. ასე ხალხს აფერი არ ეზარებოდეს. მეორე არ მინახავს. შენ ადამიანს როგორ დაეკიდები რა შემაზარებს? ერთი ვახსენე, რომ თამხუთავი. ერთი ვახსენე, რომ გურიაში, ჩემ ბაღნობაში ხორცილებში იცოდნენ ჟელეები, ნაირ-ნაირ ჟელეები მე ნახე რა ამბავი დაასენა 3 გამოაცხო. 3, აჰა. ასე იჭრებოდა გურიაში. გახსოვს? რა არ მახსოვს კაცო? ზიგზაგული დანით, მაგრამ ამას არა კაი ზიგზაგები. იცი რა გემრიელია, ეს არის ატმის. ნამდვილი. ახლა ნახავ რა ფერი გემრიელია და რა ფერი გამეიყურება. ეს ალუბალი. დედა ნინო რა ფერქენი ამ ფერი გამჭვირვალე და თამთამა. გენაცვალე ასე. დედა რა ფერ თამთამად შეხედე. შეხედე რა ფერ ძიგძიგობს. ხო სიყვარული გადასანსლა უხდება ამას. გადავსანსლავ ახლა. აი წითელი ალუბალია ალბათ, ხო? დიახ, ეგ არის ალუბალი. ნახე რა ფერ ძიმძიმობს. მარტო გურიაში მინახავს ქორწილის სუფრებზე ეს ადრე. და აკეთებდნენ ლიმონად, ფერად ლიმონადები, მწვანე ძინე. არ მოყვენ აი აბდრულისა. რა თქმა ლიმონათიანი, ლიმონათით აი ეგეთი. არა, ეს არის ხილისწვენება, ეს არის ხაჭო და არაჟანი ჟელეთი. ესეთ წვენია. და რა ფერი გამჭვირვალეა ნახე და შიგნით გულები ვით ასე. რა ფერ შენ დუზარელი შენ ხარ, დახარ აი. ერთი ვახსენე, ორი სიტყვა ვთქვი, რომე? გევიხსენე გურიაში ქორთეთ და შეხედე რა დანდალობს. აჰა, აბა. შეხედე, ჰა? აბა ციგციგო შეხედე. მას სიტყვა გადასანსულა. ძალიან. ამისთვის არის ეგ სიტყვა მოგონებული. გადასანსულა. მე ატმისას გასინჯავდა. აი მე ეს გამჭრად. კაია თან ბავშვობაში ნინო ლოგინებზე რომ ეწყო გახსოვს? მახსოვს. საძინებელში რომ შეხვიდოდი და ლოგინებზე რომ ეწყო, გადაფარებულ ლოგინებზე ეწყო ასე დიდი ჟარონები. კი, ფერად, ფერად. მას მე გაუმჯობესდა ტექნოლოგია. და ეხლა ხო იცი ამბობენ რომ ვისაც სახსრები აწუხებს ჟელატინი არის ძალიან კარგი მკრავი. აფერი არ მაწუხებს, მაგრამ გიჟდების ემიყვართ მომე. ეხლავე კიდო შენ მაგრამ მეშინია რამე რო ვთქვა და გააკეთო შენ იმის გაკეთებაც ხომ არ იცი მარმელადის ვირევი კიდე. დიახ, ვიცი შაქრი. აუ, ნახე რა არის. ნახე რა არის. აფერთან თალობს. ეს მოწაია. ნინო შენ რა ფერები ხსოდნია ნინო? თქვი ახლა